ჩინეთის გამანადგურებელი თვითმფრინავები ეგვიპტეში ვარჯიშობენ ცივილიზაციის არწივების მეორე წვრთნაში და წლევანდელი განლაგებება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. ჩინეთმა პირველად გაგზავნა თავისი თანამედროვე J-16 გამანადგურებლები აფრიკაში, მაშინ როცა ეგვიპტე ფრანგული წარმოების რაფალებით დაფრინავს. კაირო ამბობს, რომ ეს ეხება წვრთნებსა და სამხედრო თანამშრომლობას. თუმცა ვაშინგტონისთვის ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ აშშ-ის ხანგრძლივი უსაფრთხოების პარტნიორი უფრო ღრმა თავდაცვით კავშირებს ამყარებს პეკინთან და აძლევს ჩინეთს მნიშვნელოვან გამოცდილებას დასავლური შეიარაღების სისტემებთან. საკითხის გასარჩევად ჩვენთან ერთად არის ჰუსეინ კამელჰარილი, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი თანაშემწე და ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს ისრაელის საქმეთა დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი. ჰუსეინ, ძალიან გვიხარია, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ. აი 24 ნიუსზე. გმადლობთ. სასიამოვნოა ჩემთვის. მადლობთ, ქალბატონო. უნდა ვთქვა, რომ ეს მართლაც შესანიშნავი სახელია, ცივილიზაციის არწივები. ეს ნამდვილად ყურადღებას იქცევს, მაგრამ რეალურად რას ნიშნავს ეს? რას მოაქვს ამ სამხედრო პარტნიორობას ეგვიპტისთვის? ისტორიულად რომ ვთქვათ, ეგვიპტე იყო პირველი არაბული და მუსლიმური ქვეყანა, რომელმაც 1955 წელს ჩინეთი დიპლომატიურად ავიარა. და იმ დროიდან მოყოლებული ეგვიპტესა და ჩინეთს შორის ურთიერთობები დღითიდღე უფრო მტკიცდება. და რამდენიმე წლის წინ ჩვენ ჩინეთთან ქოულის მომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოვაწერეთ ხედი. რაც შეეხება სამხედრო თანამშრომლობას, ორი ქვეყნის საჰაერო ძალებს შორის წვრთნები ეგვიპტის მხრიდან ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ჩვენ ესეთ წვრთნებს რეგულარულად ვატარებთ სხვა ქვეყნებთანაც. ჩვენ არ ხედავთ რაიმე განსაკუთრებულ მიზეზს შეშფოთებისთვის ან თუ ხილისთვის სხვა ქვეყნების ან ძალების მხრიდან. რაც შეეხება ამ წვრთნებს. კარგი, რა შეიძლება ვთქვათ დასავლეთის შეშფოთებაზე? ვაშინგტონი აკვირდება ამ ყველაფერს. შეიძლება თუ არა პეკინთან უფრო მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობამ საბოლოოდ საფრთხე შეუქმნას ეგვიპტეს ამერიკულ იარაღზე წდომაში, სულ მცირე, შორეულ მომავალში. კარგი, მე არ ვფიქრობ, რომ ეს წვრთნები ან ჩვენი თანამშრომლობა ჩინეთთან სამხედრო სფეროში მაუნე გავლენას მოახდენს დასავლეთის სამხედრო ტექნოლოგიაზე ან ჩვენს თანამშრომლობაზე დასავლეთთან, იქნება შეერთებული შტატები თუ დასავლეთის სხვა ქვეყნები. მაგალითად საფრანგეთი, მაგალითად გერმანია, არანაირად რა თქმა უნდა. ჩვენ ვიცით, ჩვენ სრულად ვიცნობთ დასავლური ქვეყნების შეშფოთებას. და რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ დავაზიანოთ ჩვენი ურთიერთობები ამ ქვეყნებთან. ისრაელსაც აქვს გარკვეული შეშფოთებები. ეგვიპტესა და ჩინეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა ადრე უკვე იყო შეშფოთების წყარო, ხოლო ისრაელის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია სერიოზულ საგანგაშო ნიშნებზე, თუ ეგვიპტე მიიღებს ჩინურ J-10C გამანადგურებელ თვითმფრინავებს, რომლებიც აღჭურვილია ამ შორმანძილზე მოქმედი საჰაერო რაკეტებით. რას უპასუხებდით იმ შეშფოთებებს, რომლებიც იერუსალიმში კარგი, მგონი მესმის, რომ ამას არა მხოლოდ მე, არამედ ყველა ფიქრობს და აცნობიერებს. ისრაელის საჰაერო ძალები ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია ახლო აღმოსავლეთში. და მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ჩინელებთან საჰაერო ძალებში საფრთხეს შექმნის. ეს არის თავდაცვითი ნაბიჯი ეგვიპტის მხრიდან. და ჩვენ ვამზადებთ ეგვიპტის არმიას, რომ მომავალში ნებისმიერ გაუთვალისწინებელ სიტუაციას შეხვდეს. რაც შეეხება ისრაელს, ზოგიერთი ისრაელელი სხვათა შორის უკვე დაიწყეს საუბარი იმის შესახებ, რომ წავიდნენ ომში ეგვიპტესთან 15 წლის შემდეგ. ასე რომ, როცა ეს განცხადებებს ვხედავთ, ჩვენ არ ვიცით ეს მართლაც სერიოზულია თუ არა. და რა თქმა უნდა, ეს არ არის ოფიციალური განცხადებები ისრაელის მთავრობის მხრიდან, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვიყოთ მზად, რომ მომავალში ნებისმიერ გაუთვალისწინებელ სიტუაციას შევხვდეთ. ჰუსეინ კამელჰარილი, მადლობას გიხდით, რომ გაგვიზიარეთ მეტი ინფორმაცია ცივილიზაციის არწივების წვრთნაზე და იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს ეგვიპტეში. გმადლობთ. დიდი მადლობა, ქალბატონო.